იურიდიული კომპანია ШპსΕ-ენჯი და მისი ადვოკატთა გუნდი წლები საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს და ასეულობით ადამიანის უფლებებს სხვადასხვა მიმართულებით იცავს. კომპანიამ შექმნა სრულიად ახალი და ინოვაციური პროექტი იურიდიული დახმარების სფეროში აპლიკაცია კოდექსის სახით, რომელიც მოქალაქეს აძლევს საშუალებას დისტანციურად ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით იურიდიული დახმარება მიიღოს. კოდექსი ასე ქვია ახალ აპლიკაციას, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს დისტანციურად ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით იურიდიულ დახმარებას თავაზობს. მას გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდების ლინკებზე გადასვლის მექანიზმი, რაც საჭირო მომსახურებების ერთ სივრცეში მიღების საშუალებას ქმნის. გარდა ამისა, აპლიკაციაში ჩატვირთულია ხელშეკრულებების სამართლებრივად დამუშავებული ნიმუშები, რომელთაც რედაქტირების მექანიზმი გააჩნიათ. იურიდიულმა კომპანიამ ენჯიმ, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ოპერირებს საადვოკატო საქმიანობის სფეროში, შექმნა ძალიან უნიკალური და ინოვაციური პროექტი აპლიკაციის სახით, რომელიც სახელწოდებაც არის კოდექსი. აპლიკაციას გააჩნია ფუნქცია, რომელშიც ჩატვირთულია შაბლონები ხელშეკრულებების, რომლებიც გამართული არის საკმაოდ პროფესიონალი იურისტების მიერ სამართლებრივი გამართულების თვალსაზრისით არის ძალიან მაღალხარისხიანი. ასევე მას გააჩნია რედაქტირების ფუნქცია და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია უკვე არსებულ მზა ხელშეკრულებებში შევიდეს სასურველი ცვლილებები. ინოვაციური პროექტი, რომელიც იურიდიულ კომპანია ენჯის ეკუთვნის მომხმარებლებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრებაში ეხმარება პრაქტიკული და მარტივი მექანიზმით. საკმარისია მომხმარებელმა აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში ფოტო გადაუღოს ოქმს, დააჭიროს გაგზავნის ხილაკს და პროგრამა უმოკლეს დროში მოამზადებს ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელზეც მომხმარებელი ხელს ელექტრონულად მოაწერს. ამის შემდეგ საჩივარი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში კანონით დადგენილი ვადის დაცვით იქსავნება. ასევე აპლიკაციას გააჩნია საკონსულტაციო სივრცე და შეზღუდვის გარეშე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია თავისი პრობლემის დაფიქსირება და უახლოეს პერიოდში შეუძლია მიიღოს ჩვენი ოფისის იურისტების მიერ შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციები. ჩვენ გეგმავთ სხვა ფუნქციების დამატებასაც უკვე შემდგომ პერიოდში, რაც კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს და კიდევ უფრო მეტ საშუალებას მიცემს მომხმარებელს მიიღოს ხარისხიანი სამართლებრივი დახმარება, ასევე სხვა კატეგორიის დახმარებები, რაც ზოგადად რა მოთხოვნების ფაქტობრივად ჩვენ საზოგადოებაში არის. კოდექსს პრაქტიკულ მინიმუმამდე დახავს მომხმარებლისა და ადვოკატის კომუნიკაცია, ანუ არ იქნება საჭირო საოფისე ან სხვა სივრცეში მუშაობა. ეს კი დაზოგავს მეტ დროს და ენერგიას და მნიშვნელოვნად გაზრდეს მოქალაქეთა მატერიალურ დანაზოგს. თანამედროვე რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლის სხვადასხვა დარგის გაციფრულება რომ მოხდეს და განსაკუთრებით საინტერესოდ უკვე ეს ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიმართულებით, რადგან როგორც წესი ყველაზე ხშირი და აქტიური მომართვენება სწორედ ამ კუთხით გვაქვს იურისტებს. ფაქტობრივად ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი გახდება, რომ ნებისმიერ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქემ მიიღოს კონსულტაცია. თან კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია და ძალიან მარტივად მოითხოვოს საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენა. როგორც წესი, არა იურისტისთვის ძალიან რთულია კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს სახელმწიფო არის თუ არა მასთან მიმართებით რაიმე ტიპის დარღვევა, ამიტომ ეს აპლიკაცია იქნება ერთგვარი გამარტივების გზა იმისთვის, რომ მან დაადგინოს არის თუ არა შელახული რომელიმე მისი უფლება. მომხმარებელი კოდექსში მარტივად რეგისტრირდება და დაბრკოლებების გარეშე იღებს ყველა სერვისს 24 საათის განმავლობაში, მათ შორის უცხოეთიდანაც. და ბოლოს, რაც მთავარია, ინოვაციური პროექტით სარგებლობა უფასოა. მომხმარებელი მხოლოდ აპლიკაციის აქტივაციის თანხას იხდის ყოველთვიურად, სულ რაღაც 2 ლარის ოდენობით.